შიდა ქართლში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი განახლდა გარემონტდა ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. დამატებით იგეგმება კიდევ ერთი თავშესაფრის მოწყობა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელი ხაზი 116:006 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. თავშესაფარი არის დაწესებულება, რომელიც თავაზობს ტრაფიკინგის და ძალადობის მსხვერპლს 24 საათიან მომსახურებას. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი, ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარება, სამედიცინო დახმარებაში ხელშეწყობა და ასევე ზრუნვა ადამიანის პირადი უნარების განვითარებასა და მის შემდგომ დასაქმებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ იმისთვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს ჩვენი მხარდამჭერი მომსახურებებით აღარ არის აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის არსებობა. ანუ მსხვერპლის ოფიციალური სტატუსი როგორც ბარიერი გაუქმებულია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, მათ შორის 24 საათიანი თავშესაფრების მომსახურება, რომელიც საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში და თბილისში ფუნქციონირებს. დღეს ვიმყოფებით გორში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა, გარემონტა, საცხოვრებელი გარემო პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით.